მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, ეთერშია ბოლნისის ხმა. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიწყებთ ჩვენს ახალ პროექტს მისი ხმა, რომელსაც ანხორციელებს DV International-ი, ხოლო ფინანსურად გერმანიის მთავრობის მიერ არის მხარდაჭერილი ეს პროექტი. ყოველ კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს ეთერში ვიქნებით თქვენთან ერთად, მე ქრისტინე ქუქჩიშვილი, ჩვენი ჟურნალისტები და ბოლნისელი წარმატებული ქალები. ჩვენ შევეცდებით, რომ თქვენამდე მოვიტანოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო თემები ვიყოთ ბოლნისელი ქალების ხმა და შევეცადოთ, რომ ბოლნისელ ქალებს გავუკვალოთ გზა წარმატებისაკენ. ჩვენი პირველი გადაცემაც დღეს დასრულთა ცენტრის შესახებ იქნება. ჩვენთან სტუმრად არის ქალბატონი ირმა ზურაბაშვილი. მოგესალმებით ქალბატონო ირმა. გაიცანით ჩვენს მაყურებელს. მოგესალმებით მეც. მე გახლავართ ირმა ზურაბაშვილი, ბოლნისის დასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი. მოგვიყევით ზრდასრულთა ცენტრის შესახებ, როდის შეიქმნა და რას თავაზობს ზის ადგილობრივ მოსახლეობას. ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა მუშაობა 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო. იგი დაარსდა სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის თბილისის პროექტთა ბიუროს ხელშეწყობით. ორგანიზაციის მთავარი მიზანი არის ხელი შეუწყოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას არაფორმალური განათლების საშუალებით, ცხოვრების დონის ასამაღლებლად. ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი მუდმივად ზრუნავს ახალგაზრდების და ზრდასრული ადამიანების უნარჩვევების განვითარებაზე და ამისათვის ის მსმენელებს თავაზობს ზრდასრულთა განათლების პაკეტს. პაკეტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: პიროვნული განვითარება, სახელობო განათლება, ფინანსური წიგნიერება, სამოქალაქო განვითარება, განათლება კულტურის სფეროში და ახალგაზრდული საქმიანობა. კი ბატონო, რამდენად დიდია ინტერესი მოსახლეობის მიმართ და რამდენად არიან ჩართულები ამ აქტივობებში ისინი? მოსახლეობის ინტერესი დიდია, ამას ჩვენი გასული წლის შედეგებიც მოწმობს. 2023 წელს დავიწყებ ცოტა შევდან ხო შეიძლება 2023 წელს ცენტრმა განახორციელა რამდენიმე პროექტი, რომელთა შორისაც განსაკუთრებული იყო დასაქმების, უნარჩვევებისა და თემის გაძლიერების ხელშეწყობის პროექტი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, რომლის დონორიც იყო DV International-ი და პირდაპირ ზრდასრულთა განათლების პაკეტით 257 ადამიანმა ისარგებლა. ასევე ჩვენმა ცენტრმა შარშან დაამთავრა სამწლიანი პროექტი, ეს არის უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობების საქართველოს რეგიონული განვითარებისათვის, გვაფინანსებდა CSRDG. პროექტის ფარგლებში ზრდასრულთა განათლების ცენტრში შეიქმნა სწავლებისა და დასაქმების ცენტრი და 2 წლის განმავლობაში ჩვენ გადავამზადეთ 163-მდე ადამიანი სხვადასხვა მიმართულებით, ხოლო 50 ადამიანამდე დავასაქმეთ. გამოვყოფ ასევე პროექტს ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისათვის, რომელიც განხორციელდა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით და საქართველოში მერსი კორპის წარმომადგენლობის მიერ. პროექტის ფარგლებში მეწარმეობის საკითხებზე ბოლნისის მუნიციპალიტეტში 75 ახალგაზრდა გადამზადდა და მათგან ერთ-ერთმა მიიღო ბიზნესის დაფინანსება. ასევე ამ პროექტის ფარგლებში ჩვენი ცენტრის 2 ტრენერი გადამზადდა მეწარმეობის კუთხით. ჩვენმა ორგანიზაციამ შარშან ასევე განახორციელა ადვოკატირების კამპანიის პროექტი კეთილმოწყობილი სტადიონის სოფელ დისულს ამ სახელწოდებით და ასევე ეს იყო სენისა და სიტისის პროექტი, ასევე პროექტის ფარგლებში 150-მდე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა დისველის სტადიონის მხარდასაჭერად გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ეს ღონისძიებები იყო ტრენინგები, ფეხბურთისა და ფრენბურთის მატჩები და ფილმის ჩვენება ღია ცის ქვეშ. ძალიან კარგი. ჩვენს ახალ პროექტზე რომ ვისაუბროთ, რას ემსახურება პროექტი, რომელსაც ჩვენ ზუსტად დღეს ვიწყებთ? ძალიან მიხარია ამ პროექტს რომ ვიწყებთ, ეს არის პროექტი მისი ხმა, რომელიც ითვალისწინებს 12 სათემო ქალთა რადიოს შექმნა საქართველოს რეგიონებში. და ამ სათემო რადიოქსელის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას, მათ ჩართულობას თემის ცხოვრებაში, ეკონომიკურ საქმიანობაში, კულტურულ ცხოვრებაში.
ნუ რადიოებს ექნებათ საგანმანათლებლო მიმართულება. ისინი მნიშვნელოვანი ცოდნის და ინფორმაციის მიწოდებასა და საჭირო უნარების განვითარებაზე იქნებიან ორიენტირებულები. რათა აამაღლონ ქალთა, ну, რა თქმა უნდა, თემის სხვა წევრების, მაგრამ ქალები არის ჩვენი პრიორიტეტი, ცნობიერება მათ როლზე საზოგადოებაში, მათ უფლებებზე, პრობლემებზე, გამოწვევებზე. პროექტის პარტნიორია გერმანული სათემო რადიო ზეტი, რომელიც ჩვენს ქართულ სათემო რადიოებს კონსულტირებას გაუწევს. ასევე ჩვენი პროექტის ფარგლებში, აი ამ რადიოს პროექტის ფარგლებში გადამზადდებიან და უკვე გადამზადდნენ რადიოს ლიდერები და მომავალი რადიო წამყვანები. მადლობას გიხდით ქალბატონო ირმა იმისათვის, რომ იყავით ჩვენი დღევანდელი გადაცემისა და მსმენელი სტუმარი. მე კი გემშვიდობებით სამშაბათამდე, ხოლო სამშაბათს ჩვენ ვისაუბრებთ წარმატებული ქალის როლზე დღევანდელ სამყაროში და სტუმრად გვეყოლება ქალბატონი ნანა შახმაზოვი.